რა არის CFD? CFD Forex-ის ბაზარზე ერთ-ერთი ხშირად ყიდვა-გაყიდვადი რესურსია. CFD შემოკლებაა სიტყვებისა contract for difference და ქართულად ნიშნავს კონტრაქტ სხვაობაზე. სხვა წარმოებული ინსტრუმენტების მსგავსად, CFD საშუალებას აძლევს ინვესტორებს ივაჭრონ რესურსზე მისი ფლობის გარეშე ფასების ცვალებადობიდან მოგების მიღების მიზნით. საქონელს, ინდექსებს, აქციებს, საინვესტიციო ფონდებს ან სავალუტო ერთეულების მსგავს ათობით აქტივს შეიძლება გააჩნდეს CFD. CFD-ით განხორციელებულ ტრანზაქციებში ინვესტორი ვაჭრობის დროს არ ყიდულობს და არ ყიდის რეალურ სავაჭრო ინსტრუმენტს. იგი ვაჭრობს კონტრაქტით, რომელიც ითვალისწინებს პლატფორმაზე სავაჭრო ინსტრუმენტზე ფასის ცვლილებას. მაგალითისთვის, Google-ის ან Coca-Cola-ს აქციების შეძენის სურვილის მქონე ინვესტორი Forex-ის პლატფორმაზე ამ ოპერაციას ფინანსური მხარის გამოყენებით თავისუფლად მოახერხებს. S&P, Dow Jones-ი, DAX-ი და სხვა მსგავს ინდექსებზე ოპერაციის განხორციელება ინვესტორებს CFD-ით შეუძლიათ. Корпоративულ კლიენტებს შეუძლიათ კურსთან და საქონელთან დაკავშირებული რისკები CFD ბროკერებთან ერთად მართონ. ინვესტორები, რომლებიც CFD-ით ასრულებენ ოპერაციებს, რთული პროცედურების ბოლოს მარტივად ახორციელებენ ვაჭრობას სხვადასხვა პროდუქტებზე. CFD-ს და სხვა ინსტრუმენტებს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ამ კონტრაქტს განსაზღვრული მოქმედების ვადა არ გააჩნია. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ან გადატანილი იქნას მომდევნო კონტრაქტზე. ამ პრაქტიკას, ანუ თარიღის გადატანას შემდეგ თარიღზე ეწოდება rollover-ი. CFD კონტრაქტებში ინვესტორების სარგებელიან ზარალი პოზიციის გახსნისას საწყის და დახურვის ფასს შორის სხვაობით გამოითვლება. ინვესტორებს CFD კონტრაქტებში, მსგავსად spot ბაზრისა, შეუძლიათ შეასრულონ ორმხრივი ტრანზაქციები და დახურონ ღია პოზიციები, როცა მოესურვებათ. რადგანაც CFD-ს აქვს ფინანსური მხარის ფუნქცია, ეს ნიშნავს, რომ ამ კონტრაქტებითაც შესაძლებელია დაბალი მარჟით მოხდეს დიდი მოცულობის ოპერაციები. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ CFD-ში ფინანსური მხარის ზომა შედარებით დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ CFD-ში მარჟის დონე ფიქსირებულია და ფასის მიხედვით არ იცვლება. Forex-ის spot ინსტრუმენტების მსგავსად, CFD-ს აქვს სპრედი, თუმცა მარჟის გათვალისწინებით ინვესტორს უხდება საკომისიოს გადახდა CFD-ის ტრანზაქციებისთვის. CFD-ის უპირატესობას ანიჭებენ მომხმარებლები, რომლებსაც სურთ გლობალურ ბაზარზე საქმიანობა, აქციებით ვაჭრობა, ღირებულებით სარგებლის მიღება, შედარებით პატარა ზომის კონტრაქტებით, საქონელზე ვაჭრობა და ასე შემდეგ.